სალამი. დილამშვიდობის მე პირველ რიგში ფერადი ხარ ყველა პატარას მივულოცო ბავშვთადაცვის საერთაშორისო დღე და ვუსურვო ბედნიერი და ლაღი ბავშვობა და ასევე მინდა რომ გითხრათ დღევანდელი აქტივობების შესახებ. მე ახლა გიერთდებით დედაენის ბაღიდან, სადაც ბოლო სამუშაო დეტალები უკვე დასრულებულია და აქ მთელი დღის განმავლობაში დედაენის ბაღი უმასპინძლებს პატარა მოქალაქეებს. მოსულ პატარებს დახვდებათ კონცერტი, სხვადასხვა შემეცნებითი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობა, გასართობი აქტივობები, აქ იქნებიან ზღაპრის გმირები, თუმცა უფრო ვრცლად თუ რა ელოდებათ აქ მოსულ პატარებს, ისაუბრებს ვასო ქარსალაძე, თბილისის მერიის კულტურის, სპორტის და განათლების საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე. ბატონო ვასო, დილამშვიდობის, თქვენ უფრო კარგად გვეტყვით თუ რა ელოდებათ მოსულ ბავშვებს. დილამშვიდობისა, მეც უპირველეს ყოვლისა გილოცავ დღევანდელ დღეს, ულოცავ ჩვენს პატარებს და უსურვებ მათ ყოველივე საუკეთესოს. ნამდვილად მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვექნება აქტივობები, რომელიც პირველ რიგში პატარებისთვის იმართება სწორედ და პატარებისთვის არის საინტერესო. 3 საათიდან უკვე, დღის 3 საათიდან ნამდვილად და ძალიან თავისუფლად შეგიძლიათ მოიყვანოთ პატარები ჩვენთან დედაენის ბაღში და თბილისის მერიის ესე ვთქვათ ორგანიზებით იმართება ის აქტივობების ძალიან მრავალი ჩამონათვალი, რომელიც მთელი პარკის განმავლობაში იქნება გაშლილი. პირველ რიგში ეს არის აქტივობები, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ, შემეცნებითი, სპორტულ აქტივობებს. იმ ინტერესთან მიხედვით, რომელიც ექნება პატარას, დაწყებული მაგალითად ნებისმიერ მდელოზე სპორტული აქტივობით, გაგრძელებული კულტურული აქტივობებით, როგორც არის მაგალითად აი თუნდაც თეატრალური წარმოდგენა, კინოთეატრი, ღია კინოთეატრი, ჟირაფი ჟოზე, რომელიც ესე უყვარს ძალიან პატარებს, მაგრამ ეს არ მოიცავს მხოლოდ პატარებისთვის საინტერესო წარმოდგენებს, გვექნება მოზარდებისთვისაც ნამდვილად საინტერესო ესე ვთქვათ აქტივობები, ის იქნება სამაგიდო თამაშები, ჩემპიონატები და სხვა თამაშს შორის გათამაშდება რამდენიმე საგზური ახალგაზრდულ ბანაკებში. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის აქ იქნება ძალიან საინტერესო აქტივობა და აქტივობები იქნება მშობლებისთვისაც, იმიტომ რომ ნახეთ ხადია, როდესაც მშობლები გამოდიან, მათაც უნდა კონდეთ რაღაც საინტერესო იმ დღის განმავლობაში და გვექნება ამ მიმართულებით გამოფენა გაყიდვა ქართველი მეწარმეების, გვექნება კუთხეები, რომელიც მათ დააინტერესებს და მათზე არის გათვლილი. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ ის დღე, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია პირველ რიგში ამ მიზანს მემსახურებით, რომ ბავშვებისთვის განვახორციელოთ აქტივობები, ეს იქნება აქტივობები მთელი ოჯახისთვის შეიძლება ესე ითქვას. დღის 3 საათიდან გელოდებით საღამოს დაასრულებს გალა კონცერტი ამ მიმართულებით. აქაც ვცდილობთ, რომ პატარები იყვნენ ჩართული მაქსიმალურად და რანინა და მზიური იქნება ამ მიმართულებით ჩართული. იქნება ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის არაერთი ანსამბლი, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების არაერთი ანსამბლი. შესაბამისად, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღე იქნება ძალიან ლამაზი ფესტივალი. მე ვიცი, რომ ასევე გემრიელი კუთხე დახვდებათ პატარებს და გამომასპინძლდებით, ხო ასეა? ამ მიმართულებით მრავალი შესაძლებლობა არსებობს, ნამდვილად იქნება მრავალი ტკბილეული, იქნება ამ მიმართულებით როგორც უფასო ნაწილი, ისე გამოფენა გაყიდვა, შესაბამისად, ნამდვილად არ ინანებთ მთელი დღის განმავლობაში, თუ კი მობრძანდებით და გაატარებთ დროს. თქვენ ახსენეთ სპორტული აქტივობები. რა ჩამონათვალი გვაქვს სპორტულ აქტივობებში, რა შეიძლება რომ ჩაერთონ? ყველა ძირითადი სპორტული აქტივობა, რომელიც შეიძლება რომ ამ ფორმატში დაორგანიზდეს და რომელიც პატარებზე არის გათვლილი, მათ შესაძლებლობებზე გვექნება აქვს დაწყებული მინი ფეხბურთით, გაგრძელებული მინი კალათბურთით, შესაბამისად, აი ნებისმიერი ტიპის გასართობი აქტივობა, ნამდვილად იმ ასაკისთვის, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, იქნება და შეგიძლიათ მობრძანდეთ, დაინტერესდეთ ამ მიმართულებით. გარდა ამისა, გვექნება სხვადასხვა შესაძლებლობა, აი ფოტობასი ეგრეთ წოდებული, რაც რომ და სამახსოვრო ფოტოებიც დარჩება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ვასო იმისთვის, რომ ესე დაორგანიზეთ ყველაფერი. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ბავშვთადაცვის საერთაშორისო დღეა, ასე რომ შეგიძლიათ თქვენს პატარებთან ერთად მოხვიდეთ დედაენის ბაღში და ჩაერთოთ არაერთ საინტერესო აქტივობაში. მე დაგემშვიდობებით, ყველა პატარას კიდევ ერთხელ მივულოცავ დღევანდელ დღეს, ხოლო უფროსებს კი გეტყვით, რომ ჩვენი პატარების ბედნიერი, ლაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა, ასე რომ გემშვიდობებით ბედნიერი და წარმატებული დღე.